ძალიან ცოტა დრო გვაქვს, როგორც გვეუბნებიან, ამიტომ ძალიან სწრაფ ტემპში ერთი პატაკი მაინც რომ მოვასრულოთ დღეს კარგი. ანუ ანგარიში ჩავაბაროთ ჩვენს მაყურებელს იმასთან დაკავშირებით, რაზეც გვირეკავენ ხოლმე და კითხვას გვისვამენ. ერთ-ერთმა ქალბატონმა დაგვირეკა, ჩვენ სამწუხაროდ ვერც ხუთ შაბათს ვერ მოვახერხეთ, რომ პასუხი გაგვეცა. ეს ეხება კუსტპის მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც საკმაოდ დაბინძურებულია. როგორც ჩვენ ვარაუდობდით, აღნიშნავ, რომ კერძო მესაკუთრე ყავს კუსტპას. აქედან გამომდინარე, ერთადერთი გამოსავალი იმისათვის, რომ ამის დასუფთავება მოხდეს. მოსახლებამ უნდა შეიტანოს მერიაში განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არ ხდება დასუფთავება და ამის საფუძველზე მერიას შეუძლია მერე უკვე კერძო მესაკუთრეს მოთხოვოს შეასრულოს კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები, როგორც არის მაგალითად დასუფთავება. ეხლა რაც შეეხება მეორე შედარებით უფრო რთულ მდგომარეობას, ხშირად გვირეკავენ ხოლმე და გვეკითხებიან, რომ სოციალურად დაუცველებისთვის, ანუ რომ არსებობს პროგრამები და როგორ შეიძლება მოხდეს გამოკვლევები ან ასე შემდეგ, როგორ შეიძლება ამ ადამიანებმა მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით სამედიცინო გამოკვლევებზე. დიახ. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივია, არსებობს ჯანდაცვას აქვს ესეთი პროგრამა, რეფერალური პროგრამა, სადაც უნდა მივიდნენ ჯანდაცვის სამინისტროში, ან უბრალოდ ხელხაზე უნდა დარეკონ უფრო კონკრეტული ინფორმაციისთვის, ეს არის 15:05, იმისათვის რომ მიიღონ დეტალური ინფორმაცია, შემდეგ უნდა დაწერონ განცხადება. ძალიან მარტივი პროცედურა, პრინციპში ფორმულარები არის იქ შესავსები და თვითონ ჯანდაცვის სამინისტროში დაგეხმარებიან იმისათვის, რომ უფრო დეტალურად შეავსოთ ეს ინფორმაცია. ამის შემდეგ განიხილავენ და ამ განხილვის შედეგად ან დადებით, ან უარყოფით პასუხს მიიღებენ, მაგრამ ძირითადად მაინც ხდება ხოლმე დაფინანსება, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია სირთულიდან გამომდინარე. იმ პაციენტის, რომელსაც რაღაც გარკვეული ტიპის პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ეს არის ის რამდენიმე საკითხი პრინციპში, რომელსაც შეგვეძლო ჩვენ გვესაუბრა, რაღაც ნაწილს, რა თქმა უნდა, შემდეგისთვის გადავიტანთ და ხვალ უფრო დეტალურად მოუყვებით ჩვენს მაყურებლებს იმასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რამდენიმე საკითხი გარკვევის პროცესში და გზა და გზა რო არ მივაწოდოთ ინფორმაცია, ხვალ კიდევ უფრო დეტალურად ავუხსნით ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რა ტიპის პროცედურები უნდა გაიარონ იმისათვის, რომ უფრო მარტივად მოაგვარონ თავიანთი პრობლემები. კეთილი. ნასტასია, რამე გვაქვს Facebook-იდან დღეს? Facebook-იდან რაღაცები გვაქვს, მაგრამ ძირითადად მაინც მუსიკოსები აქტიურობენ, რომლებიც გთხოვენ, რომ მოვიდნენ ჩვენ სტუდიაში და მე კიდევ ერთხელ მათთვის ვაზიარებ სარეგისტრაციო ფორმას. რამდენიმე ჯგუფი უკვე დარეგისტრირდა ამ ფორმის საშუალებით და ჩვენ ცხადია ყველა იმ ჯგუფს, რომელიც ჩვენი მუსიკალური რედაქციის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, შემდეგ ჩვენ სტუდიას დაუთმობთ. ჩვენ გავამკაცრებთ ალბათ მოთხოვნებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჯგუფია, ძალიან ბევრი დამწყები ჯგუფია. ჩვენ სიამოვნებით მოგისმენთ თქვენ რასაკვირველია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს უნდა იყოს ძალიან ხარისხიანი მუსიკა. ამიტომ უფრო და უფრო მკაცრები ვხდებით, ნელ-ნელა მოთხოვნა დიდია საკმაოდ. თუ გაინტერესებთ ქართული თანამედროვე მუსიკის მდგომარეობა, ფოლკლორის მდგომარეობა, მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ ჩვენს YouTube არხზე, უბრალოდ YouTube-ის საძებ მანქანაში უნდა ჩაწეროთ კომუნიკატორი. აქ არის გამოქვეყნებული ფაქტიურად ყველა მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც ჩაიწერა ჩვენს ეთერში და გავიდა ჩვენს ეთერში. რასაკვირველია, ასევე თუ მაგალითად განსაკუთრებით მოგწონთ დაიჯესტური ნაწილი ჩვენი გადაცემის, ეს დაიჯესტებიც არის გამოქვეყნებული. ჩვენ ფაქტიურად გავედით ფინიშამდე, როგორც იტყვიან, ჩვენ ხვალ დაიწყო კეთილმა სიარულე. ხვალ ჩვენ ვისაუბრებთ აქტივიზმზე, აქტიურობაზე, ჩვენ მაგალითად მოვიყვანთ იმ შემთხვევას, რომელიც ფაქტიურად ჩვენ თვალწინ განვითარდა პირდაპირ ჩვენს ეთერში. ქუთაისში გადავიღეთ ერთი რეპორტაჟი და მოკლედ ქუთაისი ფეხზეა, როგორც ერთი რეპორტაჟი აქტივიზმი კომუნიკატორში. აუცილებლად შემოგვიერთით.